ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო პოეტებო და პოეზიის მოყვარულო, მოგესალმებით და მიხარია რომ ჩვენი დიდი ხნის სურვილი ამ დაგვარი ტიპის შეხვედრა გამართული იყო დიდი ნიკო სავანეში გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად დღეს შედგა. თქვენ მოგეხსენებათ ეს შეხვედრა გახლავთ სიმბოლური, ვინაიდან საქართველოში ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლავთ ნიკო ნიკოლაძე. ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ პირველი ლიტერატურული კრიტიკოსი, ვინც დიდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ დაწერა ლიტერატურული კრიტიკული წერილები, ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძე. ამიტომ სად თუ არა დიდი ნიკოს სავანეში უნდა იყოს ადგილი პოეზიისათვის, პროზისათვის, ქართული პოეზიისათვის, ქართული პროზისათვის. და მიხარია რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ჩვენი სამტრედიელი პოეტები და მათ მივესალმებით ქალბატონ ირინას, ბატონ თემოს, ქალბატონ ნანას, ქალბატონ მაყვალას და გვაქვს იმედი რომ მომავალში სამტრედიის და არა მხოლოდ სამტრედიის არაერთი პოეტი თუ პროზაიკოსი იქნება სტუმარი დიდი ნიკო სავანისა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ღონისძიების გამართაში თანამშრომლობისათვის უღრმესი მადლობა გადაუხადო ქალაქ სამტრედიის ნომერ 11 საჯარო სკოლასა და დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლას, რომელთა პედაგოგების ქალბატონ მაია ლორიას, ქალბატონ ნანა მიქელაძის, ქალბატონ ნინო რუხაძის და სკოლების ხელმძღვანელების და რაც თავარია ჩვენი ოქროს ბავშვების დიდი მხარდაჭერით დღევანდელი ეს შეხვედრა შესაძლებელი გახდა. თუ ჩვენ წავიკითხავთ ბევრ კარგ ლექსს, ბევრ კარგ მოთხრობას, ვეზიარებით ბევრი კარგი პოეტისა და პროზაიკოსის შემოქმედებას, ეს ჩვენ გამოგვადგება მორალურ ორიენტირად, ამ მორალური ორიენტირებით მოშლის სამყაროში. დიდი მადლობა. ცხადია პოეზია გაერთიანებს. და რაც უნდა გენიალური იყოს ლექსი და მეთანხმებით ალბათ. თუ იგი სხვის გულში არ აღმოცენდა, თუ იგი ხელახლა არ იშვა სხვის გულში და ეს სხვა აუცილებლად არის მკითხველი, მსმენელი, აღმქმელი და კრიტიკოსიც. მე მინდა რომ ჩვენ დღეს ერთად ამ პოეზიის პოეტურ ცაზე, ყველაზე მაღალ ცაზე ალბათ. არ მგონია მხოლოდ სამტრედიაში იყოს ნიკო ნიკოლაძის ცა მაღალი. ნიკო ნიკოლაძის ცა საქართველოს სიმაღლეა. მადლობა ბატონ გიორგის ამ შესაძლებლობისთვის. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს და ცოტათი ხარვეზისთვის ბოდის გიხდით. ჩვენ გვინდოდა ვიდეო კოლაჟი წარმოგვედგინა ჩვენი პოეტების ბიოგრაფიის მზის გამო დაუთმეთ მზეს და ამიტომ მხოლოდ ნარატივი იქნება თქვენთვის წარმოდგენილი. გთხოვთ. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ჩვენთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ვისაუბრებთ მოწვეული პოეტების ბიოგრაფიასა და მათ შემოქმედებაზე.
ქალბატონი მაყვალად შირგაძე. ქალბატონი მაყვალად შირგაძე დაიბადა სამტრედიაში. მან წარჩინებით დაამთავრა რკინიგზის მე-13 საშუალო სკოლა. შემდეგ გააგრძელა სწავლა და მიიღო განათლება რკინიგზის სატრანსპორტო ხაზით. წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზის დაწესებულებაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2004 წელს დააჯილდოვეს საპატიო მედლით სარკინიგზო ტრანსპორტზე 20 წლიანი უმციკლო სამსახურისათვის. 2012 წელს დააჯილდოვეს ღირსების მედლით. 2019 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2005-2006 წლებში, როგორც შემოქმედს, მიენიჭა სტიპენდია სამტრედიის რაიონის კომისიის მიერ. მის მიერ პირველ კრებულს ჰქვია მიმიღეთ, ხოლო მეორეს მერცხლის ხათრით. ქალბატონი ირინა შანიძე. ქალბატონი ირინა შანიძე დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ბერძნის წყაროში. მან წარჩინებით დაამთავრა აკაკი შანიძის სახელობის საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ქუთაისში უმაღლესი სასწავლებელი. 2000 წლიდან უძღვება მოსწავლეთა სასკოლო პროგრამას. აბიტურიენტთა და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადების საპასუხისმგებლო საქმეს. პარალელურად წერს ლექსებს და ნოველებს, რომლებიც ხშირად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ქალბატონი ირინა არის 3 საკუთარი კრებულის ავტორი. მეოთხე მზადაა გამოსაცემად და მალე დაიბეჭდება. 15-მდე სხვადასხვა პოეტური კრებულის თანაავტორია. ქალბატონი ირინა არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საზოგადოება ქუთაისელის მწერალთა მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა კავშირის წევრი. სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი ღირსების წევრი. პოეტი ერთი ლექსი კალიგრაფიაში, ქალბატონი ირინა შანიძის ლექსი თეთრი და შავი იქნა წარმოჩენილი ანა კალანდაძის კალიგრაფიით. ანას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. არის ქუთაისის პოეტის სახლის მარგის წევრი. ეხლა ხან ქალბატონი ირინა შანიძეს გადაეცა პატრიარქის სახელობის პრემია. თემო ჭახნაგი. პოეზია ხატორთა წარმოჩენის დამფუძნებელი. შემეცნებითი გვერდის, სამტრედია, ცნობილი სამტრედიელების შემქმნელი, ლიტერატურული ხუჯის დამფუძნებელი, იურისტი, პოეტი, ლიტერატორი. დაიბადა სამტრედიაში, სოფელ ჩხენიშში. არის პოეტური წიგნების ავტორი, პოეზიის დილეგი, ყვავილების ქოხი. მისი ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში: ანეული, აფინაჟი, ხორნაბუჯი, განთიადი, პარალელი, მწვანე ყვავილა, წერლის გაზეთები, ლიტერატურული გაზეთი. აგრეთვე გაზაფხულის პოეტურ ალმანახში წვიმის ეზი. 2022 წელს გამოსცა ლექსების მესამე კრებული წვიმების ეზი. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები. მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემია, ტერენტი გრანელის სახელობის პრემია. ნანა ჩიკვილაძე დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ კალვატაში. 1990 წელს დაამთავრა ქორეთის საშუალო სკოლა. 1993 წელს დაამთავრა დიდი ჯიხაი ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი, წარჩინებით, წითელ დიპლომს. მუშაობდა სამტრედიის ხის დამამუშავებელ კომბინატში, კანცელარიის უფროსად. წარმოების ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობა განაგრძო დიდი ჯიხაიში, გიორგი ნიკოლაძის არასრულ საშუალო სკოლაში, ბიბლიოთეკად. არის თანაავტორის 3 გამოცემის და 2 წიგნის ავტორი. სიყვარულს გული ზეცამდე ახყავს და მზე, რომელიც გულიდან ამოდის. 2024 წელს წარდგენილია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე და მიენიჭა პერსონა 2024-ის ტიტული. ამჟამად მუშაობს მესამე წიგნზე, დუმარების ხმაური. მადლობა ყურადღებისთვის. რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე, პოეზია რომ არ ყოფილიყო. ქართულისთვის ალბათ საუკეთესო პასუხად დოჩანაშვილისეული გამონათქვამი თუ ჩაითვლებოდა. სოფლიო პოეზიურ ცაზე საქართველოს ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩემთვის კი ყოველი ქართველი, პოეტისა და პოეზიის მკითხველი ამ სახელმწიფოს ძლევამოსილი მოქალაქე. მხოლოდ პოეზიას შეუძლია სულის თავისუფლებას ფრთები გაუსწოროს. უფრო მეტიც, არასდროს მისცეს მას დაცემის უფლება. ყოველი ცრემლი, დარდი თუ ტკივილი არსობის პურად აქციოს და ამ საწუთისო ძნელსავალ გზაზე ამ ციური პურით ვისახსნოს. სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის თვითმმართველობასთან არსებული კლუბი სიტყვის თეატრი
და ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლა დღეს ხვდება ჩვენი რაიონის გამორჩეულ და ღირსეულ პოეტებს, ქალბატონებს, მაყვალა ჩიკვილაძეს, ირინოლა გურულს, ნანა ჩიკვილაძეს და ბატონ თემოჭახნაგიძეს. ამასთანავე მადლობა მოუხადო ბატონ გიორგის ამ არაჩვეულებრივი იდეისა და ინიციატივისთვის. ვფიქრობ, რომ ყოველი შეხვედრა ჭეშმარიტ პოეზიასთან, პოეტთან დიდი დღესასწაულია. წუთი სოფლის სიხარულითა და სიკეთით სავსე. ნამდვილად საამაყოა ის, რომ ყოველი თქვენგანის პოეტური ხმა თავისებურად განსაკუთრებული და თვითმყოფადია. ადამიანი გავს სამშობლოს, პოეტი მეტად. ალბათ პოეზიის აკვანით სწორედ ჩვილობის აკვანთან ერთად ირწევა. დედა, მკერა, ერთადერთი და განუმეორებელი გზა სახლიდან ჭიშკრამდე და პირიქით. ბიოგრაფია არ იწერება. იგი საკუთარი წუთი სოფელია იგივე. სწორედ ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით მშრალ თარიღებზე. სწორედ ამ მშრალი თარიღების ამარა ვერ გავიმეტეთ ჩვენი ძვირფასი სტუმრები. ქართული პოეზია არსებითად სახლის, ყუდროს, ღადარში შეხოვული ნაკვარცხლიანი ლექსის, ნაფუძრების, იმედისა და მოლოდინის პოეზია, შინდაბრუნების. აქედან აღქმული სამყარო კრისტალურად სუფთაა, სათნო, დიდებული, მართალი. სწორედ ამან მოგხიბლა თქვენს შესანიშნავ პოეზიაში ჩვენო ძვირფასო პოეტებო. ამიტომაც ვეფერებით და ვესაცდებით თქვენ სიცოცხლეს გადაწერილი ბიოგრაფიის ყოველ წუთს. თქვენს ნაკვალებზე გავლილი მკითხველის მოკრძალებული სურვილით გიზიარებთ ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას. ხან მეხივით დაგმეხავს, ხან გიჟის მოგაწევს მანტიას. ჩამოგაწყვარავებს ღამეთ და ხან მზის სხივებით ანთია. დაეძებს კნუტივით სითბოს და ხელი გულს უშვერს ქარაშობს. სიზმრებად დადის და სალოცავს სიყვარულს, სულს უკმევს და არაჯობს. ან გეტყვის სიტყვებით სათქმელს და ან უხმოდ გიცხადებს განაჩენს. ხან გლოვობს დაკარგულ არჩევანს, ხან მოსავს მზის სხივით არაფერს. რა ქვია ნეტავ ამ ფორიაკს, მუზათა ტყვეობის სიშლეგეს. ხან გტუქსავს ახლოს ნუ მოდიხარ, ხან ყვირის მოდი და მიშველი. პოეტი სისხელა დარდია და მიწის ტკივილთა სამარე. ცეცხლია ალებად ქარს მიაქვს ყოველი ლექსისას განაჩენს. კითხულობს სამყაროს თვალებში, ხვდება და ლექსებად ცოცხლდება. არც რა აქვს დარვიშს და განდეგილს ცას წყდება, მიწასაც შორდება. და ასე მიწის და ცას შორის, ნისლისფერ ზმანებად ჰკიდია. ახლოა ისეთი თან შორი, დღეს ხმება, ხვალ ნორჩი კვირტია. და შიშველ გრძნობებზე ქარმოსილ, წერენ ტკივილების სონეტებს, ვით სულის სხეულიდან ამოსვლით ლექსებით შეუნდობენ პოეტებს.
ბრინოლა გურულის ამბანიათა. ალის ფერი ანთებული, ალი ალებს ამიელებს, ადგას ანცი ათინათი, ახოს ანწრით ანაცრელებს. ბედი ბედობს ბუდარიან, ბედობს ბუდუს ბუდუარში, ბარში ბარდნის ბუდარია, ბაბუას და ბუდუასი. განა განცე გარანდული, გაუღია გული გოდოს, გულაბისთვის გაგოლული, გაუკბილავს გვერდი გოგოს. დარი დარდობს დარდიმანდი, დაირაზე დოლი დარდობს, დიდი დღეა და ღამდება და დაირა დინჯდარც დათმობს. ენძელა მეფენ კემისთვეს ენოთქმილი თემზე სიტყვა, ეცის კრონა ელაციცა, ელექსება ენიცლიცა. ვაზი ვარცა ვერ ნახვევი, ვიშვიშებს ვერ ვენახვევი, ვასთან ვაი ვიშვიშებენ, ვერ ხვევი და ვენახები, ზარი ზურნის უზუნებს და ზიგზაგებით ზვერას დაფრით. თენთულს თეთრად თივთიკისფერს, თავზე თოვლისფერი თავშლით, ირემს ია იანა და იალაღზე ისრიმისფერს, კალოს კაფავს კვევრისაკენ, კვარაყუნჩხა კიკისკისებს. ლომს ლიბრისფერ ლიანებში ლურჯ-ლურში ლილისფერი, მეფის მუზა მიეახლა მოისფრო მინდვრისფერი, ნამი ნენე ნადი ნოტი ნულთან ნაღდიც ნულდება. ოპერაზე ორი ორბი მოროღოლზე ოცდება, ფონი პალმის პლატფორმაზე პულზე პატიჟებდა პანდას, ჟინჟღავდა და ჟუნჟინჟღილებს, ჟღალად უჟინჟღავდა ჟღალთვას. ძიანებში რურუზრუზით რუხრუჯის ფრათრიალებდა, სიყვარულით სავსესულთა სევდის იმასრიალებდა, ტბორთან ტირიფიტიროდა, ტბაზე ტივიტივტივებდა. ურჩად ნაგირის უშდა, ურმის უღელს უსალებდა, ფთა ბოთლების ფერადების, ფულფალის ფრად ფარფატებდა. ხარიქროდა თვითილებდა, კარში ქუჩა კანკარებდა, ხობეს ხოვრაშოს ღიღლებდა, უღუნებდა ხომისფერად. ყვირილასთან ყაყაჩოსი, ყანა ყვავის ყირმის ხელი. შავი შაშვი შურს შეუჩნდა, შავისევა შაშვის ხელა. ჩამთა შირი ჩურჩხელა, ჩამიჩებდა ჩურჩულებდა. ცარცისფერი ციალებით cis ფერში ციმციმებდნენ, სახველის და ძეძვის ძირში ზუნცი ჯერა ზიმსიმებდნენ. წინამოზე წიწკა, წივწივებენ. ჭურთან ჭიქა და ჭიანჭილას, ჭრად და ჭრაქი ჭერი. ხარიანი, ხარით ღვთისო, ნუს ხაზა და ხერთვის. ჯარჯი ჭავრობდა ჯავახეთი ჯებირდა. ქუხთა ასან ბეგურა, ჰოესანი ეხურა. პოეზია. როცაც უნდა გავდეს პოეზია, ტაძარში შეგიწყვეს ისე რომ ღმერთი შეგაყვაროს, მონანულმა უფლის დიდებაზე იმღერო. სევდას უნდა გავდეს პოეზია, სევდას ნისლისფერი თვალებით, უნდა ყველას ტკივილს მიეზომოს მისი რითმები და წყარები. იმეც უნდა გავდეს პოეზია, სულში შემოჰქონდეს ნათელი, სასოწარკვეთისაც სასომისცეს, ენთოს ჩაუქრობელი სანთელი. ბრძოლას უნდა გავდეს პოეზია, სტროფი ლახვარივით მკვეთარე, იქ სულაც მოელიან, რომი უნდა იყოს მყეფარე. სახლი უნდა იყოს პოეზია, შეხვიდე იქ დაივანო, ეხურო სიკეთის სახურავი, იგვლივ სიყვარულის აივანი. ომი უნდა იყოს პოეზია, სიმართლის მოფრიალე დროშა, უკვდავი არის ისედაც მუდამ დამჯაბნელი დროთა. სული უნდა იყოს პოეზია, კვდასაც რომ აცოცხლებს შველის. ხელი უნდა იყოს მადლიანი, ტანჯულთა დამხმარე ხელი. ლოცვა, სიყვარული, სისადავე, ლექსში გაბნეული ძალა, უნდა გაღვიძებდეს, გაცოცხლებდეს ადამიანობამდე მარად. ჩანჩქერს უნდა გავდეს პოეზია, დაუსრულებელი ჭქერით. მე ვარ ქართველი, გურული, მიცე სამტრედიდან ზემომყვება იმერეთული და ქუთაისი ბაგრატიდან თვარეთ რომ მათრობს გრძნობები სიყვარულს სვამ ქართულით. მე ვარ ქართველი და ქართლისა მიფერავს თვალებს, მაქვს ხასიათი უწყინარი, რაჭროmi ბავშვის. სვანი ვარ, ჰეი, უშგულის მთებს თვალს შევავლებდა,
თასფთა შემოუკრავ ასაფრენად. ამკლავებს გავში. მე ქართველი ვარ, ესე იგი, კოლხი ასული, პალიასტომის ტბას გავს, თვალი იდუმალებით. და ვერ საწახვად გეფიცებით ვითი აზორი, ვერ ეურჩებით, აქ თუ გაები. აჭარელი ვარ, აჭარელი ვარ, ხულოსუნთიდან მომაქვს საგზალი. სიყვარულის შეჭამან დიდა მზისა მოსელი, ენა ქართული ვით ბათუმის სხვა და სარგვალი, ვით სული ჩემი მებრძოლი გაუტეხილი. კახეთიდანო და ყოველი შემოდგომა ყუზნითვისები, ვიწურები და მათრობელა ბანგად ვიქცევი. მესევდიანი სამაჩაბლოა და როცა ვტირი, მაშინ აფხაზეთ სხვად ვეხლები და ტყვეობრივ კალთებზე კვდები. მერე ვიღვიჯებით და ქარებზე ქარებად ვდები. ყინოს მზითავ ჯავრის გორებს შუბლით ვეხლები. ტერს მკერს უშვებ და ასჯერ მკვდარის ფერფლიდან ვდგები. რომ ჩემი ისე ვიჩემო და შენ გამთელო, მე ვარ ქართველი და სიცოცხლის უკვდავებად მაქვს საქართველო. სამტრედიას რომ გავცდები რიონს გაღმა, საჯავახოს აღმარც ფრენის რომ ავიბლი, ნატრის ხესთან შევჩერდები ჭოგნარს დავლა და ნოღამდე მიმაცილებს ვით აჩრდილი სიყვარულის ნატრად ქცეულ ზღაპრებიდან. მივალ გული წინ გარბის, ისე ფეთქავს, თითქოს იწვის იქ მწვანვარი ალებიდან. საყორნიის მხდება წყარო იქვე ბედად, ღვთის მირონი გურიის მთის კალთებიდან. მერე გოჯი მიწაწმღერის ღვთისავარო, დაყოფნაში შევაბიჯებ არ ყოფნიდან, გაქცეულ სულს მომიბრუნებს ბერძნის წყარო, უკვდავება ჩამოხრილი სამოთხიდან. ჰაერი გაიჟღინთა მთების სუნთქვით, ცის ტატნობზე მზის ასული იწნის დავალს. სხვა არ მინდა ეს სამოთხე დამაქვს უბით, აქ სიცოცხლის სამოსახლოს გავშლი კაროს. ჯავრისფერო მამაჩემ, მაქაც უფლის საუფლოში. ვიცი ახლა როგორ ყვნეს შენი გული. ეზოზღოვი არ წაექცეს, ხორცი ქრისტეს. არსის პური არ გაიგდეს, არ გათელი, მიწაუფლით მოკიწყული. ახლა ვაზი, შენი სულით ახვეული. ტკივა, როგორც ის მდინარე ფერჩი წყული. იესოს სისხლს საბარმძილეს, ხელი კიდეს აკაფულა ბაღის კიდეს. საში სევდით ჩაძირული, შენ ზისფერო მამაჩემი, მახსოვს ბავშვობაში ტკივილს შენი კოცდა რომ არჩენი. ხელის გულით გამისორე შუბზე დადის ნაჭდევები, დავდივარ და შენ სეზოში მოგონებებს ვეფერები. სევდისფერო მამაჩემი, სარკვეს კითხე, ახლა შუბზე ვით გამეკრა მამაჩემის ჯავრისფერი. გადაჯეგილ ყანის სევდა, შემოსული ტურამგელის, უშენობა მით მაჩვენა მტერისფერი. დავიბენი, მარლის კართან ზინასკოპეს, დავიწყნია მამაჩემის ღვინის გემი. ახლაში შევს უსასოო გამისფერებს და კოჟილი ხელის გულით პირჯვარს მიწერს. სულ გაფანტავს როგორც მითებს, ჩემთანაა მამაჩემი ჯავრისფერი. დარჩენილ ახალ ჩამქრალ ბუხიდან მიცქეს დამომძახის, არ გაიქცე, არ წაიქცე. ხოდა ჩემო სევდისფერო მამაჩემი, მუდამ ჩემო მფარველო და გადამრჩენო. უნდა ჩავდგე ახლა კვალში, ოჯალეში ვანაშენო. პური არსის, მამაჩემი მიღიმის და მისი დაკოჟილი ხელის გულით არტებს მას. ვისაც პეშვი წყალი ვასვი, მაშინ როცა მჭირდათ ვალვა, ვისაც მხარში ვუდექ მაშინ უსაყრდენობა რომ კლავდა, ვისაც ლუკმა ვუნაწილე, ვისთვის ჩემი გული ვანთე, ვინც ბნელიდან გავიყვანე, ვინც ვიყვარე სული ვანდე. როცა თავად წვეთი მარჩენს, წვეთი განაპეშვის წყალი, და მე კარგნენ ვით აპრილში მთის კალთებზე თოვლის კვალი, გულგრილობა, უმადლობა, ვერ გავედით გვავებიდან. ისე უწყლოდ დავალ ცვარსკრებ უფლის თვალებიდან. ყლუბს გავყობ და იმედება, დავარიგებ ისე, უსიკეთო ჭერი ქრება, მესცვარ სიკეთის ჭადვიძე. სულის მტევნიდან გამოვწურა უცნობების ბადაკს და შემოგახვევ მკლავებრივით გულზე. რითმებად ლექსის ქარბუქში გაგახვევ და გაგიშვებ არსად, შენთვის ვიდუღებ ვიძე დაშე, ფერად წინწკლება და ღვინობის თერო მორჩება ჭინკების ხატვას. ჩამოეშლება ცისკიდიდან წვიმის დალალი, შენ თუ გამომცლი მათრობელ ფიქრებს, კათხას ჩემს გრძნობებს, ყვერა ბწყარი იყოს ალად.
მე შემზარავი მარტოობის შიში მიწამე. ნეტა სადმიან საფრთხით მაცხოვრა. აქ სულ ერთია სადრიქნები, ცაში მიწას. არც ადამიანს ახსოვარ და აღარც მაცხოვარს. ყველა წავიდა და შემოვჩინ თვალის ამარა. შმაგი პეგასი ღმური ღამის უფრთო უბელო. ჩემი ოთახი პოეტური სევდის სამარი, რომელშიც წევა როგორც ცაში მარტის ღრუბელი. სასახლარისევ უცებ მიტოვებული სახლის სევდა შემომაწვა, რომლის კარის სახელურში გაყრილია ჯოხის ურდული. ალაგ-ალაგ მინებს სამწყვეული სარკმლების სევდა, საიდანაც გამურები მოფრინავენ სახლის მგმირები. ადამიანებისგან დაცარიელებული ოთახების მტვრიანი სევდა, სადაც ჭაღები, სავსე არის მკვდარი მწერები. ობობას ქსელში გახლართული კარადი სევდა, რომლის ღია კარში ჩამომხრჩვალებივი ჩანან ქურთუკები. ჟანგმოკიდებული ზამბარიანი საწოლის სევდა, რომელზეც თაგვებისგან ამოჭმული წვირიანი ლეიბი გდია. კედელზე მილურსმნული თაროების სევდა, სადაც დაჩრჩილური წიგნები ისე აწყვია, როგორც მორგში ცხედრები. დამსკდარი და გაყვითლებული შპალერის სევდა, რომელზეც გაცრეცილან და გამხმარა ნახატი ყვავილები. სქელი მტვრით დაფარული მაგიდის სევდა, რომელზეც ციცარიელით სავსე ტუჩმოტეხილი დოქი დგას. სევდა შემომაწვა მიტოვებული სახლის, რომლის კარს ქარიშხალი თუ შეხსნის ჭრიალით. დაბზარულ ბოკონებზე მდგარი ოდასახლის სევდა, რომლის მუხლები ვერ გაუძლებენ თოვლის სიმძიმეს, ერთხელაც ჩაიმუხლებიან. სევდა შემომაწვა ნასახლარად ქცეული, უადამიანო სახლის, რომლის ღობე გამქრალ ეზოს მხოლოდ ჭიშკარი შერჩენია ბოქნონ დადებული. It's
დენის მართულზე ჩანაჩიდები, როგორც სარეცხის თოგზე სარჭები, ჯერ კიდევ ფიქრობ ვინმე ვჭირდები და ამიტომაც ისევ აქუჩები. გაბრაზებამდე ვარ უცხინარი, მღონდები როცა ჩემი არესვით. გავს ჭასთამდგარი ოწინარი მაღალ მეფევზეს ხელში ანკესით. გრძნობები გაქრნენ ვიდბარათები, სტარმის სამარძე გაგზავნილები, ფოთლები ცისკენ მიფარფატებენ დებივით განანაზალიები. იმედოლ ხინის ტაბლას თუ ღაშლი, სევდით რად მივსე ფიქრთა მათარებს, ბნელ ცაზე ელვისაბლა ბუდაში, თეთრი მწერივით გაერთვა მთვარე. მიახლოვდება ბედის ქარცივი, კაეშნის ბოლო ჭიქაც დავცალე, ზორბა ჩინარი მთვრალი კაცივით დგას და ჯუჯაბლის გვერდით ბანცალებს. თვალებს უცრემლო დარდი ეცხება, შვიდობა ყველას ჩემგან ვინც მიდის, ჩემი ნამუსი არ ირეცხება, არ იყიდება ჩემი სინდისი. უბსკე როცაში დავძლიოთ შიში უსასრულო ლურჯი სიმაღლის მე მჯერა შევძლოთ რომ ჩავხდეთ საში ხელი ჩამჭიდე უსიყვარულოდ გათხოვილი ქალის თვალებივით მოხუφულ ცაზე ალა გალაქს შემლებივით წყდებიან მძინვარე ვარსკვლავები ელვის ჭხირებით და წვიმის ძაფით ქსოვს რომანტიკას თავნება ქალი სადღაც სიცოცხლეა სადღაც სიკვდილია, სადღაც ქაოსია, სადღაც იდილია. ჩემი ცხოვრება კი ბედთან ჭიდილია, ბედთან ჭიდილია. ბაყა ხჭაობი, სხვას ურჩევნია. ღმერთის გუბისთვის გაუჩენია.
როცა რომ ხმა უნდა ამოგვიღო, გვეკუხა. ჩვენ ბევრჯერ გავიინდეთ და მტერმა მიზანში ამოგვიღო. ქვეყანა დაიქცა, გავერანდა. ყველგან რუსმა ბოძისა და ჩაფლო, ხვალზე გარიდგება აღარც ერთი. საქართველო არის სამაჩაბლო, საქართველო არის აფხაზეთი. თოფები და ხლები მოვისროლეთ, დაგვენგრა სახლები და ვერანდა. როცა კორძიანი მონისული, სიმამაცით უნდა გაგვერანდა. ლორე დავკარგეთ და ზაქათალო, ჩვენი ართვინი და არტანი. ის ოქროს ხანის საქართველო, ფუჭი ოცნება და ნატურა არის. გაცვლა იყო ეს თუ გაჩუქება, უკვე წელიწადი 100 ხდება. ჭამენ რუსები და სელჩუკები, სისხლში უსაშველო და სიცხდება. ქალაქში წვიმების სეზონია. რატომ არ მოდიხარ რომ პირდები? სიგრილით აუვსია ეზონიავს, შრიალებენ თეთრი კოპიტები. საათზე ჩამოჯდა დრო, ბებერი. შენ თბილ თვალებს ველი სად არიან? შემოდგომას წაჰყვა ნოემბერი, გარეთ უფანტელო ზამთარია. წარბებ შეჭმუხნულ მაცამ ელვა, აელვარდნენ ელვის ლეკურები. სადენები ჩანან ცარიელი, ქარსზე დაუკენ ყავს ბეღურები. ეს ოჩანი ბედიც გარაშდება, ოღონდ შენასე შორს ნუ იქნები. ქვის სვეტებით განან გარაჟებთან, როგორც უსაქმურო ხულიგნები. ლარნაკში წითელი ტიტებია, ჭკნობა შებამჩნიე მხოლოდ დილით, ცაზე ჩავლილ ნისთა ტიტებიდან თოვლის იკითხება მოლოდი. შენ გავწევი ქარს და ქარიშხალს, ლურჯიცის კიდეც თავზე მარტოსულს გხმენდა. თუმცა გვირილ დარაჯობს, როგორ მარტო ხარ უჩემოდ გხედავ. სადღაც დავლაჯი გვირილებს შორის ომბალოს კრებდა. რა ქარი იყო თბილი და სანდო, სულს მიბერავდა მტკივანზე დედა. და ჩერის ხეებს ეწაში აჩვილთ, მიხუდებოდა მამის აჩვილი. მიყუჩებული რკინისკარს იქეთ, წარსულის იდგა გადაძახელი. და მარტო სახლის მარტოკა სევდას, გვირილის ფურცლის ვით ედგა თოვა. ფურცლებად ფურცლეს დარავ დარები და ერთხმად უთხრეს რომ მალე მოვა. დაუცებ როგორ გამოიდარა, ლურჯიცის კიდეც თავდებად ედგა. გვირილებს რომლის ჯარი დარაჯობს და აფერადებს იმედისფერად. Say
მაყვალა ჩინგაძის ვენახო ჩემ გიხდება ძლიერ აბრეშუმის სამოსი მწვანე და თავდახრილი ქარვისფერი მტევანი ცრემლის წარმოიშვება საიდანღაც ფიქრები მწვანე და არ მასვენებს ყაშესფერზე დაკრული ცელის როგორ დავმალო სილამაზე ძვირფასო ჩიტის როგორ გიშველო რა ვიხონო ვენახო ჩემო დავიწყებულა საიდან ვარ გორით და ჯიშით იქ სადაც ყველა პრობლემა თავისას ჩემობს ნავე ნახარზე ამოსულიყო ბალახი უხვად გადავლილიყო გლეხის გულზე ბორბალი ბედის შემომცქერიავთა გაშლილი ეკლები ურცხვად და ამად გამოყაყაჩოებს სინდისი ქეჭის ქარმა გაღი სუნელი მოიტან სუნელი მზისა და ტყენის ფიქრი გაიქცა და გული გაიყოდა ნისლი გაიფანტა ცრემის ცაზეა ფრაგდა ფერი მეწამული ითავსებულა კალთი ხამის აბრეშუმის კაბით შეუმოსავს ჩემი პარმანი ქარტი და ეს გაქცევა ჩემი ყველა ლექსი აქვე ფერებოდი თიებს იცით თქვენთვის შევძე ჯოჯოხეთიდანაც ვკრებდი ვარდებსა და იებს მინდა ენთოს სანთლები და სანთლის ალზე ძერწავდე კდემისა და სიმორცხვისგან თვალებში ვერ ხედავდე მერე მინდა ამ სანთლებად შენ რომ გადიქცეოდე მე რომ ცეცხლს გიყიდებდე და შენ კი იღვენთებოდე უფლისაკენ გზასავალი შენგან მინათდებოდეს ოცნებები ენძელებად ხრებზე გეფინებოდეს ნაღვლიანი ქუჩა-ქუჩა მწირად ეხეტებოდე თელს სამყაროს აოცებდე სიყვარულის მეხոտვე ღმერთო ნუ შემრისხავ ეს ხომ მხოლოდ ფიქრია ღმერთო მაპატიე ფიქრია ვარ ფიქრია სანამ ატვის ყვავილები ბაცი ვარდისფერია სანამ ტყების ფანტერები დედაფრობით ტკბებიან ბაციანს და დიდგოს ცხათას იკითხებიან საოცნებო საქართველოს ვერას ეხეხებიან სანამ ხეიძიათ ძმები წყალწითელს წვევიან აგეთიდან გლის ზეკოები ცაში ვარსკვლავს წდებიან სანამ ქვეყნად დააბიჯებს თუნდაც ერთი ქართველი საოცარ აჩაქრება ჩვენი თაფლის ანთერი არაჩანს თეთრი ფარდები სარკმელს უნთია სიბნელე საწყაოს ავსებს დარდები თავს ვერ იმალავს სიბერი ლოცვად ბარ ღამის თელითა წამწამს მოწვეთავს ცვარნამი სასხლავს აგიჟებს თემი და ბაღი აივსო წალამით დღე გაუცხოვდა ბარ ღამის შვილში ფარფატებ გილამდე ზეო გინატრე ზამთრის ჩიც გათენება მივალე ამოზიდულა მთად შორის ერთი ბუმბერას მთაი მამულის სიყვარულზე და ვერ შეეცივი სხვაი ვეღარც საყვავი მისწვდება ვეღარც ყორანი შავი დაფენილი ყავ კალთაზე ხევსურეთი და ფშავი აბა ბოქდება ნეტაი როდის მართვეთა ხმაი დროა ვაჟაის გორდასა გამოეპიროს მხარი ელები შენ სიყვარულს და ბავშვით მეტირება აღარ მაკრთობს არც მაშინებს წუთი სოფლის მედინება ფერდობებზე რომ დაგეძებ ყოჩი ვარდებს ეღინებათ ცრემლებს ჩემი ოცნებები თეთრად გამოეფინებათ მოდი ვიდრე თოვლი მოვა ღიმილი გამეყინება ვიდრე ჩემი თეთრი კაბა დედოფლობას ეპირება ჭია მაიები წვიმი ანქარს ეთკინება ენძელები და იები ვიდრე გამომეკიდება ვერ ველები შენ სიყვარულს და ბავშვით მეტირება
დამიტოვეთ თუნდაც გაძარცვული უიმედო, დამიტოვეთ თუნდაც გაჩეხილი ვაზი, დამიტოვეთ ლექსი წაშლილი და ურითმებო, დამიტოვეთ თუნდაც დანგრეული სახლი, დამიტოვეთ ის გასხვისებული ცის ნაგლეჯი, დამიტოვეთ ცრეუმშორშალი მიწა, დამიტოვეთ აშე გაყიდული დამაშვალი, დამიტოვეთ ბაგეს სიტყვა, დაგლეჯილიც რომ ანაწევრეს სულზე, სულს ვუბერავ ტკივანს, გულზე იმედები დავასვენ, ხანეს ხომ მოხვება დილა, მორჩეს უცებებთან მსხვერპლ შეწირვა, მორჩეს ბაზრობების მელო, აღარ იყიდება, აღარ იყიდება, აღარ იყიდება ჩემი საქართველო.
ჯიხაისის პირველი საჯარო სკოლა. ამებს ნანა ჩიკუილაძის. ჯიხაიში. ეს ჩემი მეზოს სიმიზნე გახდი. მინდა სანადრევს მუდამ გეფერო, შენი ცისფერი ჩემ სულში სახლობს, შენ ჯიხაიში საფერებელო, დიდ ნიკოლაძის მამულს პატრონობ, საამაყოს და სულ საოცნებოს, მუხის და ცაცხვის ხეთას შეალმა, ნიკოს სულის მაგიდა გაცნობას. სტუმარს მოყვარე რამდენს მასპინძლობ, ამბობს ესაც კი სულ სხვა ფერი აქვს. ნიკოს მამულში თუგით კოლეჯის სტუმარი ყველა ბედნიერია, შენ გამოზარდე ბევრი მოღვაწე. სოფლის ქომაგნი, სოფლის მეხოთბე, სანამ იქნები ვერ დავივიწყებ სოფლის არბაკდარ ბატონ მიხაძის. უცნობ ვინმე რომ გამოჩნდება, ამცობს მეტყველებს და დახრის ხარი. აქ ერთი სტუმრის მასპინძლობისთვის სწრაფ გაიხება 1000 კარი. შენ ზღვზე ჭადრის ხეები ხარობს და ეს ხეები ჰანგებს ხერიან. ნიავი ჭრობით ესალ ბუნება, გუბის წყალი ცოლგული ჩენია. სამი ტაძარი ამშვენებს სოფელს, მათ როცველების სულგან საულია. ყველა ლოცულობს და ანთებს, სადღაც სიკეთის წვენი ცალოცავია. ნერგები ხარობს სტუმარ დარგული და შენს მიწაში გაიდგამს ფეშებს. ვიცი არასდროს დაიკარგება მეგობრობა და რაც რომ დათესეს. დღეს ჩემი მუზის სიმიზნე გახდი, მინდა სანადრეს, ისა და მინდა სანადრეს. მინდა სანადრეს, და ვეფერო. ნანა ჩიკუილაძე ლოცვა უფალებ ჩემი მოგვარიჭე სიცოცხლის ძალა ჯვარზე გაკურმა სიყვარული შენ და გვანახე უფალებ ჩემი რამდენ კივილს იდევს ეს სიტყვა მიტევებასაც იქ დაბრუნდი სადაც ჯვარს გაცვეს მთელი ცხოვრება გდევნიდნენ და შენთან მოდიან შენ გოლგოთაზე ნაწამებმა ყველა მიიღე შენით არის რომ ეს ცხოვრება ასე ტკბილია ყველანი შენთან ვეძებთ ხოლმე სულის სიმშვიდეს ნანა ჩიკვილაძე გაზაფხული ჩიტები ხდენენ ნაზანთრა კაბებს მალე ზამთარის დაგვა ვიწყდება ეს გაზაფხული დასიყვარული ჯერა ორივე ერთად იქნება ტყებლის ყვავილებს მიხვეტავს ქარი მერე ხო მატბის ყვავილიც ჯდება ეს გაზაფხულის ბუნება არის ეს გაზაფხულის იმედად რჩება ამ გაზაფხულზე ამ ყვავილებთან ნატურა ოცნება ბევრი მინდება მინდა გაზაფხულს შენთან ხდებოდე შენი ღიმილი არ მავიწყდება ეს უსასრულო ფიქრი გადამდიც ჩიტები კაბებს ფედდენ იქნება ეს გაზაფხული დასიყვარული ჩემი ხსოვნიდან არ წაიშლება ნანა ჩიკვილაძე მოუთმელად ველოდით და დღეს გვესტუმრა გაზაფხული გაზაფხულის ამ პირველ დღეს მოგილოცოთ სიყვარულით ყველა სულში მოქმედოთ ცილაღე და სიყვარული უფლის მათი დაწყალობა არ მოგაკლეთ გლოცავთ გულით გაზაფხული მარტმა ცელქმა მარტმა გაზაფხული მოგვახარა ზისხირები კეკლუცობენ მიწას სითბო დაეღვარა და ყვავილობს უკვე შინდი გაზაფხულს არ დაუცადა ენძელებს და ბაღში იებს დიდი ლხინი გაუმართავთ ვარდის კვირტი მზეს უყურებს მზით უნდა რომ გაიშალოს აუღწერელ სილამაზეს გაიხარავს ჩვენს გვახაროს მარტმა ცელქმა მარტმა გაზაფხული მოგვახარა ზისხივები კეკლუცობენ მიწას სითბო დაეღვარა ნანა ჩიკვილაძე ბედნიერება მინდა ბედნიერი მყავდე ბედნიერი თუ გინეცამდე მინდა წვენა უნდა მქონდეს შენს გწამდა და შენი გწამდეს ღიმილები დაარიგო ღიმილები უნდა მქთავდეს ზისხივებით იბწყინო და ზისხივით სულ უბწყინავდე საღესლივი უნდა მქონდეს არასოდეს წრემლი თვალზე იცინოდე იღიმოდე ვინც ღიმის იმის გწამდეს მინდა ბედნიერი იყო სიყვარულით გრძნობით სავსე სიყვარულით გინაკეთებს ზედან თორემ უნდა მცასეს უფლის წვენა უნდა მქონდეს უყვარდე და უფლის გწამდეს ნანა ჩიკვილაძე დამხატე მხატვარო დამხატე ფერადი ლაღი მომღიმარ თვალები დამხატე ფერი დამალე თალხი დამხატე ლამაზად დამხატე ბუნება ხომ მოგცემს ფერებს ჩემი გრძნობებით დახატე სულ მე გადმოგცემ ხელებს დამხატე მხატვარო დამხატე თეთრი თოვლისფერი კაბით ძივად ვარსკვლავი იხმარე და არაღრუბლების ნამი
გულით სიყვარული დამაქვს, სიძულვილი კი არვის, ლამაზი ღიმილი დამხატე, აქ შეჩერება არღეს, დამხატე მხატვარო დამხატე, სიკეთი მძირალი თვალით, თუ გინდა მზესთან დამხატე, მზე ხომ იმედი არის, დამხატე მხატვარო დამხატე, ლოცვით ხატებთან მდგარი, ბრწყინავდეს ჩემი თვალები ისევით სანთლის ალი, დამხატე ნათელ ფერებში, დამხატე ფერადი ლაღი, ბუნება ბევრფერს გადმოგწევს, არ გამოართვა თაღი. ნანა ჭიკვილაძე, სიყვარულს გული ზეცამდე აყავს. სიყვარულს გული ზეცამდე აყავს, დედამიწასა აფრუნებს ნებით, სიყვარულია დღე-ღამეს როცვლის, სიყვარულია სიცოცხლე ჩვენი, სიყვარულს მოყავს გაზაფხული და მზის ამოსვლა თუ მთვარის ნათება, ვარსკვლავების ხომ სიყვარულია, სიყვარულია თვით სისარტყელაც, სიყვარულია ყვავითა გაშლაც, ვარსთა სუნელით სიყვარულია, სიყვარულია ხეთა შრიალით, დედაბუნებად სიყვარულია, სიყვარულია გული რომ ფეთქავს, მეორეს გულში გაისმით ეკოთ, სიყვარულია სიცოცხლე ჩვენი და სიყვარულით გვაცხოვრე ღმერთო. ჩემ სიყვარულს შემოვაცნო ლექსის სამოს, თვალებს ისევ ლექსის წყარში გადავყვალო. წამიკითხავ, გამოიცნობ უხმო სათქმოს, შენ ერთს გესმის ჩემი სულის ნანაბანა, იცი ყველა მოეთიდა ნების ხეობა, იცი თითქოს ჩემთან ერთად დაიბადე, თითქოს წლები მხოლოდ შენთან ერთად გაითელა, გამყოფაში წარსულს ტოვებ გაისამდე, რამდენჯერაც დამეკარგე ჩამწყდა ფრთები, დღეს სიმინჯეთ მომიწია ფიქრთან ხდება, არაერთხელ გაიყარა ჩვენი გზები, ვიცი ისევ რომ მოუწევ გადაკვეთა, შენ მუზა ხარ და სულს მინდებ ფორია ხარ, წამომაგდებ, შემომიგდებ ფიქრის გრიგალს, მუდამ გეძებ ლექსებში რომ დამეკარგე, ბავშვობა ხარ, სიხმაწვილე, მაინც ვინ ხარ, ხარ მამათებ, რომ კარნახო გუთქმოს ათქმოს, წარსული ხარ, თუ მომავლის ბედის წერა, ხარ სახადი, ვერაფრით ვერ მოგიხადე, ლექსად ვიწვი, თუმცა მაინც არ მეშველა, არ გითხარი, რომ მიყვარხარ ფიქრზე მეტად, რადგან ფიქრი შენთან ერთად შევიყვარე, სხვა სიყვარულს ტალღებიდან ასევ ზერწავ, ვერ 17-ის და სულაც არ შევიცვალე, გულის პირზე ნაბნევია ნოემბერი. დააპრილებს სტრიქონებში ისე ვატებ, თითქოს შენი რომ დამარქვე სახელად, მერე ფიქრის გაწვდენაზე ახლოს მყავდე, შემოდგომის გაზაფხულზე წამიკითხე, სიყვარული შემიმოსე ისევ ლექსით, გერქვას მუზა უკანასკნელ ჩასუნთქვამდე და ყოველთვის შემახსენე რომ ვარ შენ. ერთასე სტუმრებო, უღმესი მადლობა ჩვენი მოკრძალებული წარმოდგენის მოსმენისთვის, დიდი მადლობა ძვირფას პოეტებს, მოკლედ ჩვენს კურატორს, სურს რომ მცირე ინტერაქცია გამართოს თქვენთან. აბა, კითხვა მთავარ, რომელსაც გისვამთ სამტრედის მე-11 საჯარო სკოლის სიტყვის თეატრის კურატორი, ჩვენი ლიზი ამხო. ყველასთვის საინტერესოა რა არის მუზა და ჩვენ ალბათ ყველას გვაინტერესებს თავად პოეტებისთვის რა შეიძლება გახდეს მუზა და როგორ მოდის ეს მუზა თქვენთან. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ყველას განურჩევლად გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობას მოვახსენებთ ბავშვებს ლექსების ასე ხატოვნად, მაღალი ხატოვნად წაკითხვისათვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა ასეთ რამეს ღონისძიებებს. ეს არის ბავშვების მომავალი თაობის მაღალი სულისკვეთებით აღზრდა. შეიძლება მოვიდეს დრო ბავშვებო, ნებისმიერ ნებისმიერ თქვენთაგანს ბავშვებო შეიძლება მოვიდეს დრო და მოგიწიოთ ლექსის დაწერა, მოგესურვილოთ, რომ ლექსი დაწეროთ. ეს არის ლექსის დაწერა, ეს არის ადამიანის ამაღლებული სული, რაც დაწერილია, რომელი ლექსებზედაც ჩვენი თაობა, წარსული თაობა და მომავალი თაობა თუ გინც გაიზრდება, იმაზე უკეთესი ალბათ ვერასოდეს ვერაფერი ვერ დაიწერება. მაგრამ დროთა მიმდინარეობასთან ერთად
იცვლება ნებისმიერი ადამიანის სოფ მხედველობა და ასევე პოეტის მხედველობაც. როგორ აღიქვამს და როგორ გადმოსცემს მის ნააზრებს. მუზა ეს ისეთი რამ არის, რომ ესე ლექსი ბრძანებით, ვინმეს დავალებით, ვინმეს რამე ვერანაირად ვერ დაწერთ. ეს ლექსი თვითონ უნდა ამოდიოდეს ადამიანის გულიდან. ეს ადამიანი თვითონ უნდა განიცდიდეს მიწის, ბალახის, თვარის, მზის, სუნთქვას, უნდა ესაუბრებოდეს ბუნებას, უნდა უყვარდეს ადამიანები და პოეტს აუცილებლად უნდა ქონდეს სიყვარულის გრძნობა. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, თუ გრძნობა არ გააჩნია, თუ ადამიანი ამაღლებული გრძნობით არ არის, ის ვერაფერს ვერ დაწერს, ვერანაირად ვერ დაწერს ვერაფერს. მადლობა ყველას დღევანდელი დღის ასეთი გალამაზებისათვის, ჩვენი მოწვევისათვის, უღმეს მადლობას მოგაგზავნებთ. მე დღეს მოვიტანე 3 ლექსი. ერთი ლექსი ახლა საკონკურსოდ მოვამზადე, ჩემი უსაყვარლესი პოეტი არის ვაჟა ფშაველა. გავბედე და მასე დავწერე ერთი ლექსი და ერთი პოეზიაზე და ერთი შემეძლო რომ არ აღმეყნიშნა დღევანდელი დღე, არ მეხსენებია ნიკო ნიკოლაძე, ეს უაღრესად განათლებული, ყველანაირად წარმატებული პიროვნება, სოფლის კომაგი, სოფლის მოყვარული და ახლა წაგეკითხავთ ლექს პოეზიაზე. პოეზია ფიქრი და ხილვა, გრძნობის აზრების წარმოსახვების, პოეზია განუყოფელი მთვარის და თვითმზის გაელვარების, პოეზია პოეტის განცდა, მღელვარება თუ აღფრთოვანება, პოეზია ღვთის სიყვარული, უფლისნება და გამოცხადება, პოეზია ცის ლაჟვარდი და ნისლში ღრუბლების თვალსაწიერი, გამოცნობა იდუმალების და მოვლენა ქარის წვიმების, პოეზია დროსთან ჭიდილი, დროთა დინების მშვენიერების, მარადისობის, აღქმის უნარი და ღვთაებრივი ბედნიერების, პოეზია თვით ცეცხლის ალი, ცეცხლთან თამაში, ცეცხლთან ჭიდილი, ქართან რიგალთან შერკინება და შვერეკი ღმერთთან ბედის ჩივილი, პოეზია ხომ ზეცის მგზავრია, უფლის ნებით და უფლის ხალისით, ყველა განცდისთვის გზის შემკვეცავი, იმედი რწმენა, მერე ხვალისთვის. ეხლა წაგეკითხავთ ლექს პოეტები ნიკოლაძის მამულში. პოეზიის ქნარს ჩავიხუტებ გულში სიმშვიდით, რა გამაჩერებს სანამ მართალ სიტყვით ვივლიდე, ამ დღევანდელ დღეს ლექსის თქმით და სიტყვის წარმოთქმით, ჩვენ პოეტები მივისწრაფვით ერთი მიზნისკენ, ახმიანდება ნიკოლაძეთა ეზო გარემო, ის ხომ ზისებურს, სინათლეს და სითბოს მიიღებს, მანძილს ავითვლით, გრძნობით სავსეს მიწიდან ცამდე, დაცის ლაჟვარდიც ლამაზფერად გამოიბწყინებს, პოეზიის ქარს შემოიხვევს ხეთარტოები, გაიფოთლება სითბოსა და მზის ცხირს მიიღებს, აშრიალდება, ლექსთან ერთად ახმაურდება, ხეთა კვირტები გაიშლება, გაიღიმილებს, აქვე გაისმის მშვიდობიან მტრედის ღუღუნი, იქ ნაწვიმარზე ნაზამთრალი სურობი ბინებს, პოეზია, მარტოობა, ფიქრი და დარდი, პოეტს და სიტყვა უგულუა ნურვინი ფიქრებს, აქ მოწვეობნი ერთმანეთის მართლსაც მივიღებთ, ძალიან ბევრი ამ აპრილისთვის იმედიან ამ დასაწყისში, აქ მოწვეობნი ერთმანეთის მართლსაც მივიღებთ, ძალიან ბევრი გენია საქართველოში, სურს პოეტებმა სამტრედის ჩვენც მართხვას მივყვეთ, ყველგან დავეძებ, ვეღარ ვაგნებ მასმინძელს სახლის, ძველი წარსულის მოგონება ჩემში იღვიძებს, აქ დიდებული მასპინძელი სტუმრით ხარობდა, მისი აჩრდილი არ შორდება შორჩემეულ ფიქრებს, კიდევ გაივლის ბევრი დრო და ბევრი საათი, არ წაიშლება ამ მამულის სახე სიდიდე, ვინც აქ იღვაწა, იშრომა და ბევრი რამ შექმნა,
მას ვერასოდეს ვეღარავინ ვერ დაივიწყებს, გულში ანთებულ ჩირაღდანს ხომ ვერავინ აქრობს, გაზაფხულია მიწას ხომცა გადაიფითრებს, დღეს ნიკოს სული მის მამულში გაიხარებდა ის ჩვენს გულთან და სახებასთან ჩაიღიმილებს. გამბედა ბაჟამ შაველას დავწერე ლექსი, რომელიც საკონკურსოც არის, არ ვიცი რამდენად გავიმარჯვებ კონკურსში შეღებულობ მონაწილეობას და მინდა ეს ლექსი წაგიკითხო. ბაჟას განისლულია ფშავის მთაველი, ფაფარა აშლილი არაგვი მოსჩქებს, თიდან ბარისკენ მოდის ფშაველი, აწივის მზერით მზირალი მოყმე, ჩამოიარა კლდის ბილიკები, წვერვალები და ცისა სანახი, ბარში მოსულმა ჩამოიტანა თის სურნელი და სუნთქვა ბალახის. აბგაში უდევს გულის გრძნობები, რომელიც მისა სუნთქვას თანსდებდა, სტუმარ მასპინძლის ხედვის იერი, ხმელი წიფელის უთქმელი სევდა, არაგვი მორბის დაუღალავი, ცისარტყელისა მფერმა იმატა, გზად მოდიოდა ის ბუმბერაზი, მოდიოდა და მთად აღიმართა, შეგებებია ღრუბელი დამქარი, ზემაც მათ ახლოს გადაინათა, ბზის საგალობეს მთვარე მღეროდა, სიტყვამ მგოსნისამ ცამდე ინათა. მადლობა ყველას. გავატონებო და ვატონებო ჯერხასო სტუმრებო. ჩემ სანამ ლექსს ვიტყვი, მინდა წარუმძღვარო ოთარ კილაძის სიტყვები. სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად, როგორც მოკვდავები ლაპარაკობენ. ყორიდა ხარი ძახილი, ოლე და ოლე. ხელში მზისფერი მანდილი ციცოცხლის მოლზე მოვალ, ელავს სიბეც ერქიანი და სისხლისფერი ჯინი, ვიდრე არ არის გვიანი ამავსე ბრძოლის ჟინით, ბრბოის ყივილში აზარტით გიხმობ, ცეკვით და როკვით, ბოლომდე შევსვამ რამდენიც უნდა მეკადნო მოკლით, დამგლიჯოს ხარმა სიკვდილმა, აჰა სიცოცხლის ქარგა, ქარმა წამიღოს მამულო, ოღონ შენ ყავდე კარგად. სხვას რას გეტყვი, რაც არ უთქვამთ, ვერც სხვა რამეს შეკბირდები, ერთი ყია სხვანაირად, სხვაზე მეტად მეტირები, არაფერი გამაჩნია შენი სიყვარულის გარდა, ჰე მამულო, ვეღარ გშველი, ისიც მიაქვთ რაზვებადა. ეს ახალი ლექსია და წავიკითხავ. გარეთ თქეშია შავი ღრუბელი, შემომეწურა მარყუჟი ვითა, ამტკივდა მიწის გოჯი ყოველი, მიაქვთ მამული მაყუჩის ხმითა, ბობოქრობს გვინო ჟამინდელ ქვევრში, დარჩა მთიები ანაბრად ღვთისა, ძმა ძმის სისხლზავრის და არსაიდან ჩანს იმედი ხსნისა. რადგან ჯიხაში ვარ, არ შემიძლია არ გავიხსენო, ჩემი მეგობარი ქალბატონი პოეტი ზოია ვაშაკიძე. აქ მისი სუნთქვა ყოველ ხეში და ყოველ ადგილზე. ქალბატონი ზოიას ლექსები გაჟღენთილია თავისი მამულის სიყვარულით. მიუძღვენი ლექსი, რომელიც მინდა წაგიკითხო.
საამოდ შემომეფეთა სიომ ქროლავი ჯიხადან შენისა ლექსის ძალითაც სამ თალხი გადაიხადა სამშობლოს დარდით მაშურალი გათეთრდი ფიქრით მამულზე სულსა იბრუნებ ნაწვალებს ბალახზე პირდა ნამულზე ქართული სიტყვის მეხოტბე ანბანო ქართულ სისხლისა მამა პაპურის ადათის მძებნელო მისხალ მისხლისა ამონ აზარდო ვაზიდან თმენით ყდემით და ტკივილით მინდორში მომბნეულო ლექსებად ჟივილ ხივილით შენი ოცნების მამული ამოთენდება შვებითა აგუგუნდება ჟამიერ ქართულის დიდ ბუნებითა
Shake
უპირველეს ყოვლისა თითოეულ თქვენგანს მოგესალმებით ბევრ ნაცნობ სახელმწიფო უფროს თაობის წარმომადგენლებისგან და დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებმაც დაისწავლეს ჩვენი ლექსები, თქვენს გვიმღერეს და ასეთი ძვირფასი დღეები ჩვენ ცხოვრებაში მე ვფიქრობ, რომ ცოტა არის, მე ახლა ვიმყოფები ისტორიულ ადგილას, როგორც პროექტის ფორმატს, ასევე ატმოსფეროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სივრცეა და მე უღრმესი მადლობა მინდა უთხრა დღევანდელი დღის ორგანიზატორს გიორგი ფანცულაიას, არა მარტო დღევანდელი დღისთვის, არამედ იმ თაოსნობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ითვლიდა, როდესაც ხელმძღვანელად დაინიშნა ამ ძვირფასი სახლ-მუზეუმის და არა მარტო ამ პროექტს, არაერთ პროექტს ახორციელებს და მომავალშიც უსურვებ დიდ წარმატებებს. ყველაფერი რიგზია. ჭახნაკია ცხოვრების დიდ რინგზია, მასამ ხალხის რაქნას თუ არ ესმის, მაინც ვიტყვი, ყველაფერი რიგზია, მაინც ვიტყვი, ხდება უარესიც, არის ტკენა და დარდების მისევა, თურმე გული რა მარტივად ტყდება, მაინც ვიტყვი, ყველაფერი რიგზია, ცხოვრებაში უარესიც ხდება, სცადე, მაგრამ ვერ ივიწყებ მის მზერას, არის ქალი შორს და უალერსოდ, მაინც ვიტყვი, ყველაფერი რიგზია, მაინც ვიტყვი, ხდება უარესიც, ზოგჯერ სუნთქვაც აღარ მინდა ისე ვარ, გულზე სევდის ტვერი ჩამომფერთხეთ, მაინც ვიტყვი, ყველაფერი რიგზია, რა უჭირს რომ მოვიტყუო ერთხელ. მადლობა დიდი. ბატონ თემოს ჩვენმა მოსწავლემ, ჩვენი კლუბის წევრმა თაბო ჯანჯალიამ არაჩვეულებრივი პორტრეტი დაუხატა საგანგებო დღევანდელი დღისთვის. დიდი სიყვარულით და რუდუნებით მოგართვით მოკრძალებული საზოგადოება. ბატონო ირინა თუ შეიძლება. მოგესალმებით. მადლობას გეტყვით დღევანდელი დღისთვის, არ ვიცი ღიმილი არ მომშორებია სახიდან ბედნიერების, როცა უყურებ ამ ჩვენს მომავალ თაობას, პოეზიასთან წინ ნაყარს დღეს უკვე და მადლობა მათ პედაგოგს, პოეზიის და პროზის, ლიტერატურის დიდ ხუმაკს და ჩემი მიწაწყლის სიყვარულის მოზიარეს ქალბატონ მაიას. მადლობა თქვენ ბატონო გიორგი, აი ესეთი ძვირფასი პროექტის განხორციელებისთვის და კვლავაც გვიგულეთ თქვენ გვერდით. მადლობა ბავშვებო, მადლობა მსმენელებო და ერთ მოგზაურებულ ლექსს წავიკითხავ, ბევრს არ შეგაწყენთ. ძახილების შუშის ბოთლში. არარსებული კალმით, არარსებულ ფურცლებზე, არარსებულ სამყაროში გწე შენ არარსებულს, არსებული ტკივილებიდან. ახლა ისე გულჩაბინდული არსებული სევდა, იმის არარსებობით გამოწვეული, ვინც ჯახს გაჰკვეთდა, ღამეს გაჰკებდა და შეარხევდა, სულზე მძიმე ფარდებს იწვევს. ნოთუ მარტოა წუთი სოფელი. არარსებულ ფურცლებს ახლა მარტოობის ქარი, არარსებულ მშველელთან მიაფრიალებს, ფურცლებზე სევდა. ამოდვეცადე დამეხატა სულის სიმები, ახალს რას ვიტყვი, გულგრილია წუთი სოფელი, შენ ნეტა ის ხარ, ნატურა ყველა თვითმძიმის, არსებულ გულში რომ გაფანტო ლიბრიბურუსი. რამდენი ხანი არიბრაბოდან წერ არარსებული ფუნჯით, არარსებულს, არსებული მარტოობის ტკივილებიდან. განამარტოა ეს წერილები, ირგვლივ იმდენი მარტოკაცია, ვინ რას დაეძებს, ვისთვის ვინ ხარ, ღმერთი თუ შვების ამოსუნთქვა, ვინ ღმერთად გნადრობს, ვინ სიკვდილად, რომ არსებული ზღვა ტკივილიდან სადღაც გაიქცეს, ვისთვის უბრალო ღიმილი ხარ, ადამიანთა ხელის გაწუდენა, ერთი პატარა სიკეთის ნერგი, რომ მოგეჭიდოს, დუმს ის სამყარო, ის ვისაც სიტყვით შეუძლია მოქცეს ხავსი, ის ვისაც სიტყვით შეუძლია გადაგარჩინოს, თავის უსასრულო სიკეთეებზე წეს მემუარებს ყოველდღიურად, ვერც კი ამჩნევს თვალგამოჭრილ და სულგამოჭრილ,
ამ სიყალბეში იკარგება ის სურნელი, ვარც ოფიშლებობს. ღმერთმა კაცს მისცა ადამიანი, რომ ერთმანეთში ღმერთი ეშვათ, მათ ერთმოთი და ღმერთი ცივიწყეს. თუმცა დროდადრო ზის ციალი შემახსენებს, რომ ღმერთს ვახსოვართ, განაიმედო რომ ღირსნივართ, ან ვინმე ზიაღმატებულნი. უბრალოდ ზეებს შეუძლიათ აქრონ სიბნელე. ჩვენც გამნაცდებით, ცოტათი თუ სხვისთვის ვიმზევებთ. და რა ხანია რიბრაბოდან არარსებული ფუნჯით ხატავ ძახილებს, არარსებულ შუშის ბორცში ვდებდა სამყაროს ტალღებს ვადან. ეგებ იპოვოს მან, ვისაც ვისთვის შეუძლია რიბრაბოდან ჭედვა სინათლის. ეგებ იპოვოს. მადლობა. მადლობა თქვენ. ძვირფას აუდიტორიას მივმართავ, თუ შეიძლება, თუ გნებავთ, რა თქმა უნდა, ორიოდე სიტყვით. ძვირფას პოეტებს მიმართავ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვხედავთ ადამიანებს, ვისაც მინდა რომ ეს გავიზიაროს პოეზიის სიყვარული, მაგრამ შეუძლებელია დღევანდელი მოკრძალებული საღამო დავასრულოთ ისე რომ არ შეგახსენთ მეგობრებო. დღევანდელი შეხვედრა მამულში დღეს სიმბოლურია და ეთქება დიდი ნიკოს ხსოვნას, ვინაიდან დღეს 1 აპრილს გახლავთ დიდი ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების დღე. ამიტომ მოდით მეგობრებო, ხუხარი აპლოდისმენტები ჩვენი ერთ დიდ შვილს. ეხლა ხო აქ უამრავი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანია ბატონო მერაბ. ხომ არ შემოგვიერთდებით? ქალბატონო ნათელა, ქალბატონო მანანა, თოთ. მოგესალმებით. დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიყო ამ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. ქალბატონმა თქვა, ელავს სიბეცე ქიანიო. ნიკო ნიკოლაძე საშირო დაფრინავდა ღმერთებთან, მაშინ რომ სიბეცე იყო ქიანი, მაგნაირი სიბეცე, ბევრია დღესაც სწორად გადამაიქცა. უცა შეიქმნა პირველად რკინიგზა ამიერკავკასიის 4 გაჩერება იყო ქართველებისთვის განსაზღვრული და 4 აზერბაიჯანელებისთვის. ნიკო ნიკოლაძის გამო იანეთის ახლანდელ სადგურს დაემატა ნიკოლაძის პლატფორმა. როცა მისმა შვილმა მამას პეტერბურგიდან ნიკო ნიკოლაძემ მამამის მოწერა წერილი ძვირფასო მამა სწავლობდა თანხა გამომიგზავნეო, ესე ნიკო ნიკოლაძის ნაეშვის კი უნდა მოუგზავნო თანხა. ცოტა ნაკლებს უგზავნის ხალხი და მამამისმა მიწერა ძვირფასი მე კი არა შენ ხარო. 12 ტომია გამოსული ნიკო ნიკოლაძეზე და ერთ-ერთ ტომში არის ყველასთვის სათაყვანებელი სიტყვა საუქმო საკითხავი. საუქმო საკითხავი პირველად ეს ტერმინი დიდმა ნიკო ნიკოლაძემ იხმარა. ახლა შეეხება მეორე თემას. ძვირფასმა ქალბატონმა არარსებულ ფუნქციებზე ისაუბრა. არის ერთი მერაბ რატიშვილი, წერალი, რომელსაც აქ დათა თუთაშხიას გაგრძელებაა ეს წიგნი, ჯუღას ავტორია, რომელსაც ქვია დაკარგული ფუნქციები. ამ დაკარგულ და არარსებულ ფუნქციებს მეორნაირად პოეზია ქვია და პოეზიაში დაკარგვა ნიშნავს ომში წასვლას და არ დაბრუნებას. ჩვენი ზააგებანო იწის სიტყვებია და მეც ამიტომ ვარ დღეს თქვენთან. ჯერ იმიტომ ვარ, რომ პირველი იმიტომ რომ თემომ დამპადიჟა ამას წინათ, ჩემი უცხოს მეგობარია და ვერ შედგა და როგორც ნახე Facebook-ზე, რომ დღეს საღამო იყო, მიუხედავად დატვირთული დღისა მაინც ვარ. მეორე აქ ვეფხისტყაოსნის პაპკა მაქვს და მინდა მიულოცო ერთ სამტრიდი კაცს, ჩვენ უფროს მეგობარს ბეჟან გოგიას, რომელიც დღეს შეუძლიოთაა სამწუხაროდ. მან უფროს არწივი 2025-ის ფლობელია და დააჯილდოვეს სულ ახლებას. ნუ ვეფხისტყაოსაი წამოვიღე, იმიტომ რომ ერთი სტროფი მანაც უნდა დავწეროს. ძვირფასი ქალბატონის ხსოვნა უნდა ვთქვა აგერ. ქალბატონ იგიასი, რომელმაც ამავე შენობაში მიიღო მონაწილეობა ჩემ პროექტში ვეფხისტყაოსანს წერს საქართველოს. აქ ქვია აივანი ნიკო ნიკოლაძის, სადაც ჭადრაგის თამაში ზეპირად მომიწია თავის დროზე ერთ-ერთ საერთაშორისო ოსტატთან პოლონელთან და რა თქმა უნდა ღირსეულად დამარცხდა და აღიარა
ეს დამარცხება, იმიტომ რომ ის დიდი სიყვარული, რომელიც აგდებს, ამას თავისი გასწა და სხვა ფერია, სხვა ფერია ამ ეზოში. ამ ეზოში ახლა მე სიცხეში მომიწია დაждდომა და სულ ჩთირს ვეფარებოდი. და ჩემ ჩთირს კიდევ ადამიანები ეფარებიან, იქით და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ჩთირების ქვეშ ყოფნა მაინც ლექსის წერა ერთგვარი. და მე ჩემ ერთ ლექსსაც ავიკითხავ, მამა ჩემი ქვია ლექსი. ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე. რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი. ნუ გეშინიაო ხმა რომ შემომეს ვათაში გავარჩი ეს იყო მამა ჩემი. მე მოვიყვან ერთი თეთრი გოგო და რომ წარუდგინე ჩემი ანარჩევი. ჩემ შვილს თუ კი მოსწონს. მეც ხომ იმაზრის ვარ თავისთვის იღიმო და კუთხეში მამა ჩემი. სათამაშოებიც გადმოვალაგე და აგერ თოჯინებიც ჩემი დის ანაჩემი. ყოველთვის გვერდით მედგა, ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის მამაგრებდა გულწრფელად მამა ჩემი. ქუჩებიც ბერდებია, სახლებიც ბერდებია. ბერდება რა თქმა უნდა, რაც დარჩა დანარჩენიც. ბავშვობის კარუსელთან ცხოვრების მოსახვევში თავიდან იწერება ახალი განაჩენი. ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე, რაღაც სხვანაირად, მეტკინა ანაცერი, ქუჩაში პაემანზე, დედა ჩემს ელოდება, ბეჭებში მოხრეგი ჩემი ხნის მამა ჩემი. არსებობს მდინარეები, გალაქტიონის მდინარე არის რიონი. ახლა მოვდიოდი და გამახსენდა. ჩემი მდინარეც მინდა რაღაცა რო იყოს და რაღაცას ავარჩევ ამას, მაგრამ გოლგოთა რომელია, მე ეგია ცოტა რთული მოსაწევი. ამიტომ რომ მოვდივარ გზაზე, თემს ვაკვირდები, ეგება რომელიმე საგოლგოთოდ ავირჩიო, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ 10 წლებიდან ვიცავ 6. გიყვარდეს არქნას ვერ ვიცავ და რა უნდა ვქნა. და შეეხება თემოს, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს, წიგნი აქვს სათავრად წვიმების სეზონი და მე რამოდენიმე ლექსი ვიცები რა. თავს არ შეგაწყეთ უბაგ-უბაგოდ, ჩემ პასუხს ვეთქვი ჩემი ლექსით. წვიმს დილიდან უსაშველოდ წვიმს, უეჭველად აღეგდება ზღვა, შენნაირი ამიდია დღეს, ჩემნაირი ამიდია ხვალ. დიდი მადლობა. მეგობრებო, ეხლა ქალბატონ მანანა ვთქვათ, რომ ჩვენ შესანიშნავ პოეტს და მე იმედი მაქვს აქ ჯიქაიშის სკოლის წარმომადგენლებიც არიან, რომ მომავალში უკვე ჩვენ ქალბატონ მანანას უმასპინძლებთ. მანამდე კი შეგვაწევს თავის შესანიშნავ სიტყვას. ხოთ. ფასო პოეტებო, ჩემო საყვარელო ხალხო, მარტო პოეზიის სიყვარული გამოსულა მე დღეს თქვენი სიყვარულმა მომიყვანა. ჩემი საპატივცემლო ძვირფასი მეგობრები ხართ და გახაროთ უფალმა. კაცო, რაღაც საოცრება ამ ჯიხაიში დაიწყო გონსული ჭაბერა ჩვენმა გიორგიმ რაღაც პოეტური სული და ეს მე ძალიან მახარებს. პირდაპირ საერთოდ ამბიციური ადამიანი ვარ. ყველაფერი მიყვარს სიყვარული ბევრი, პოეზია ბევრი, მეგობრები ბევრი, სამშობლო ერთი და ყველაზე ძვირფასი ხალხი ბევრი, გამრავლებული და გახარებული. რაც მინდა, ყველაფერი მაქვს. მაგრამ კიდევ უფრო მეტი მინდა. მაგრამ დღეს ისეთ დღეს მოვედით, ჩემო ბატონებო, რომ 1 აპრილია და 1 აპრილი იცით რომ მატყო არ არის, ხო? თუ ნებას მომცემთ ძვირფასო პოეტებო, თქვენი ლექსები ამ წუთში არა მაქვს მე მზად. თუ შეიძლება რომ ერთი ლექსი ჩემი წავიკითხო, თუ ნებას მომცემთ. ეს ჩემი აპრილი ისევ რომ მოვიდა, მზიანი ღიმილით დღეს ანთებს სატყუებს, დასაკლავ ხარივით მიტარებს კორიდას. 1 აპრილი ვიცი რომ მატყუებს. ყაყაჩო მინდორში პაემანს მინიშნავს. სიზმარში მიამბო ეს მისი წადილი უთუოდ არ მოვა. მე მივალ რა უშავს, თუმცა ვიცი მატყუებს 1 აპრილი ამ გაზაფხულსაც ჩავიწერ დავთარში. ნუშების, ტყემლების უნაზე სფერებად,
ცისარკეს ვუცხერ და ვგიჟდები ამ თმაში ჭაღარა კი არა აპრილი მერევა ალუჩად კვარცალებს ატეხილ ქალივით დინარეც ატყდა და მაპატიეთ დინარეც ატყდა და დაეშვა მთებიდან აპრილი მახსენებს თავისი ქარიზმით რომ სიყვარული სხვებივით მეც მინდა ზარმაცად ვხიზლდები ვაზმორებ გემოზე წინ მიდევს ატმების სურნელით ბარათი ვიღაც მწერს მიყვარხარ წავიდეთ მდელოზე და ჩემში იღვიძებს გოგონა სარაფნით ბავშვობა ბუშტებით ფუტკრებით პეპლებით ჩემში კვლავ ნაცნობი აპრილის ქარია ხოლო დღეს მცალია სიყვარულს ვევნები ვბუტბუტებ ქალივარ აპრილმა ამრია მთის წვერზე გართხმულა ოქროს მზის არილი ია და გვირილა ხატავენ ბაღნარებს ვაიმე რა ხალხნა პირველი აპრილი მატყუებს მგონი და კვლავ შესთავს მაყარებს ეს სული მწყაზარი ერთხელაც იშველებს და კვლავაც ძირს დამცემს ბებელ ხარს კორიდა გეძახი ძვირფასო მოდი და მიშველე ვერ ხედავთ თავდება აპრილი მოვიდა მადლობებისთვის მადლობ მიყვარხართ ძალიან უგემესი მადლობა ქალბატონ მანანას და ძვირფას ქალბატონ ნათელასაც ხოვთ არა უშუალოდ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და განწყობა. მაქვს პატივი გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება უპირველესად დიდი ნიკო ნიკოლაძის ფუძის მიმართ. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. მინდა მისი და მისი შთამომავლების წინაშე თავი დავხარო და ვიცი რომ ამას ქართველი ხალხი მთლიანად გაიზიარებს. იმიტომ რომ ის იყო დიდი ნიკო. ასევე მინდა გამოვხატო პატივისცემა ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის დამაარსებლების, შემოქმედი ადამიანების, ბიბილეიშვილების, ვალერიანის, ქალბატონი ტინას, ქალბატონი ლიას, რომელმაც არ დამავიწყდება ის იყო ბოლო შეხვედრა მე და კეთევან ჭელიძემ დაბადების დღე მიულოცეთ ეს იყო კოვიდის წინა პერიოდი და მითხრა თქვენ არ იცით ვინ არის გიორგი ფანცოვარი რა ვქნა თქვენ არ იცოდით მე დღეს უნდა ვთქვა ცოტა მაგ დრო დარჩენილი და იქეთ ვერ წავიდეთ სადღაც დიახ აი ნიხარია რომ ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი ტრადიციებს აგრძელებს აღრმავებს, ამრავალფეროვნებს და დღეს ჩვენ ხიათის ქვეშ გვაქვს საშუალება ასეთი ნიჭიერი, შესანიშნავი მოსწავლე ახალგაზრდობას უსმენდეთ და მათი შესანიშნავი პედაგოგების ქალბატონი მაია ლორიას, ჩემი ნანა გოგიას, აი ატაცებული ვარ უღრმესი მადლობა შეიძლება ვინმე გამოვჩეს მაპატიეთ ყველა ადამიანის და ნანა მანჯგალაძის სკოლის დირექტორის და დიდი ჯიხაიშის რა თქმა უნდა სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის მიმართ ყველა ნინო რუხაძის და ნინო რუხაძის მაპატიეთ უკაცრავად გაიხარეთ ეხლა რაც მინდა გამოვხატო მოკლედ მაპატიეთ დღეს ლექსის თქმასაც წაკითხვა მინდოდა მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ აქ შესანიშნავი წარმომადგენლობაა. მაღალო ლექსი და თელმა ჯიხაიშმა სამტრედიამ და მთელმა საქართველომ ისე კიდევ არ იცის ალბათ როგორც უნდა იცოდეს ვინ იყო ზოია ვაშაკიძე და აი ჭეშმარიტი პოეტი ჭეშმარიტი ქართველი და ბოლო წუთებამდე
აი ამ სიყვარულით ნაზიარები რომ დამიგეკა 5 მარტს და რამდენიმე დღეში 10 დღეში გარდაიცვალა რომ მე ჯიხაიში ჩამოვდივარ მე თქვენთან ახლოს უნდა ვიყო მე უნდა ვიცხოვრო ამ შემოქმედებით და აი მიხარია რომ თქვენ ის გააცოცხლეთ მაყვალა ჩირკაძე არის ადამიანი რომელმაც ძალიან რთული ცხოვრების გზა გაიარა ძალიან ტკივილიანი გზა და როგორი პიროვნება იცით არ უყვართ საკუთარი თავის წარმოჩენა და აი მას არ მივეცით საშუალება რომ ის პატარა კრებული ეხლა ველოდებით ახალს ცოტა ძალიან ისია არ შეიძლება სიმორცხვე როცა ადამიანი ნიჭიერია შემოქმედია მისი შემოქმედება კითხულამდე უნდა მივიდეს აუცილებლად გაიხარეთ ჩემო მაყვალა სულ წარმატებებს გისურვებ მე სიბერის ასაკში მომერია წეღან იყო კითხვა მუზის შესახებ თურმე არავინ არ იცის ახალგაზრდებო ამის ახსნა წარმოიდგინეთ ჯერ 62 წლის ასაკში ერთი 5 ლექსი დავწერე და მე 10 წლის შემდეგ მომერია ეს რა ვიცი ეს საოცარი განცდა და რაღაცა შევძელი ძალიან მოგძალებული ის გამოგვექვეყნებინა ასე რომ მიხარია ჩემო მაყვალა მე ვსუნთქავ თქვენი პოეტური შემოქმედებით და გაიხარეთ და ყველაფერი საუკეთესო გამილოცნია ქალბატონო ნანა აი მიხარი იყავით არა რა სიცოცხლე იყავით აი სულ ჯანმრთელი ბედნიერი მე ვიცი თქვენი მდგომარეობა ყველაფერი და დღეს მე გაგიცანით კიდე უფრო სხვანაირად უფრო სიღრმისეულად გაიხარეთ სულ წარმატებები გამილოცნია ბატონი თებური ახნაკია ჩვენი აი ერთ-ერთი ლიდერი პოეტი შემოქმედი რომელიც აერთიანებს მთლიანად აი მთელი სამტრედიის ინტელიგენცია თუ იმეს რაიმე გაუკეთებია პირადად ჩემგან დიდი მადლობა აი მოგძალებული მადლობა და მე აღტაცებული ვარ ბიბლიოთეკიდან სპეციალურად წამოვიღე თქვენი ნაწერები და არა მარტო პოეზიაში არამედ ლიტერატურაში და აი გამოკვეთილი სულისკვეთება და საკმაოდ პუნქტუალურით და მომთხოვნით ხო ასეა ბატონო ხო აი ეს კაფეო ხელწერაა და ბოლოს ჩემი ირინა გენაცვალოთ ჩემი თავი ჩვენ შევხვდით რამდენჯერმე ერთმანეთს და ძალიან მიხარიათ რომ თქვენ ნობის სკოლა დაამთავრეთ თქვენი კუთხის წარმომადგენელი ხართ და ეხლა რო ლექსი წაიკითხეთ იქ საჯავახოს ახსენეთ ჩოგნარი ყველა აი ჩემი ახალგაზრდობა გამახსენეთ იმიტომ რომ მე საჯავახოს საშუალო სკოლის უფროს პიონერ ხელმძღვანელი ვიყავი და აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა გაიხარეთ გენაცვალე აი აშკარად იგრძნობა სულისკვეთება სიყვარული მამულისადმი აი ეს არის და ადამიანური ღირებულებები რაც ყველა თითოეული თქვენთაგანის შემოქმედებაშია გაშღერებული მაპატიეთ მე ახლა რომ ვახერხებ ლაპარაკს ესეც მიგვეცამ ჩემ მდგომარეობის სიტუაციაში გაიხარეთ ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლე ყველაფერი საუკეთესო დამილოცნია და აი დამილოცნია ეს ახალგაზრდობა აი თქვენს წინაშია ცხოვრების გზა რომელიც თქვენ უნდა აიჩიოთ ხო გამიგეთ და ეს გზა უნდა იყოს ქართულ ეროვნულ თეატრზე ეხლა ცოტა არეულობაა მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ყოველთვის სწორი ჯერ ადრეა კიდევ წინ გვაქვს გზა და არჩევანი შეგიძლია სწორად გააკეთოთ ყველა პედაგოგს ყველა ამბზეს ყველა ადამიანს დავლოცავ და აქ არიან ჩვენი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები კულტურის სამსახურის უფროსი ჯიხაიჩელი ქალბატონი ნატალია ჩვენ ამ დღეებში ეროსი მანძილაძის საღამო ქონდა ჩვენი დიდი მამული შვილის ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი საღამო შეიძლება მალე სახლ-მუზეუმიც გაკეთდეს და სამტრედიას შეემატება მუზეუმები კულტურის სფერები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სამტრედიის გამომივიდა ცოტა ძერწვა მაგრამ გაიხარეთ და დალოცეთ ამანტო გთხოვთ თუ შეგიძლია გთხოვთ მოგძანთ
მადლობა მოგესალმებით ყველას და მადლობა უმფლების მოცემისათვის. ყველა ორგანიზატორს, ბატონ გიორგის, ყველა მონაწილეს, ვირფათს, პოეტებსა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს დიდ მადლობას მოგესალმებით. ესე იგი, ადამიანის მთავარი ფუნქცია არის, მე ვფიქრობ, მშვენიერებისაკენ სწრაფვა. შილერი ამბობს ესეთ სიტყვებს. ადამიანი იმით კი არ განიჭება, რომ რაიმე ჩაიდინა, არამედ იმით, რომ მშვენიერი არ იყო. და მე მივესალმები ამ სწრაფვას მშვენიერებისაკენ ადამიანის ღირსებაცა ეს სწორედ და მადლობა ღმერთს, რომ ადამიანი შექმნა და მადლობა თქვენი ადამიანობის შემოთავაზებისათვის. ძალიან საინტერესოა თქვენს მიერ შემოთავაზებული ადამიანობა. მე პატივს მოგაგებთ და ვეცდები გაგაფასოთ, ჩემს როცხვებში იყოთ და წარმატებები გისურვოთ. რაც შეეხება პოეზიას, ეს არის მე ვფიქრობ სიტყვის დღესასწაული, სიტყვა ხო სულის ნაწარმოებია, გონების, გრძნობის ნაწარმოებია და შემდეგ ფორმდება სიტყვაში. ეს ყველაფერი შინაგანი განცდები და მე ვფიქრობ, რომ პოეზია არის ჭეშმარიტების სიახლოვე, სიცოცხლის მშვენიერების ასახვა და რაც უფრო მეტია პოეზია, მეტია სიახლოვე ჭეშმარიტებასთან, ღმერთთან. და გისურვებთ ამ სიახლოვეს ჭეშმარიტებასთან და ასევე მინდა გამოვყო განსაკუთრებული ყურადღება გავუმახვილო მომავალ თაობაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული თაობაა. ამ ადამიანებმა უნდა შექმნან ახალი საქართველოს ისტორია, კი არ გაიმეორონ ოქროს ხანა, ახალი ოქროს ხანა უნდა შექმნან და მე წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, რომ ესეთები ხართ. მადლობა ყველასთვის. მადლობა. მოგზაურობით, დაგემშვიდობებით. სოფლიო პოეზიურ ცაზე საქართველოს ზეომოსილის სახელმწიფო. და ჩვენ ამ სახელმწიფოს ერთეული მოქალაქეები მინდა ღმერთმა პოეზიის ერთობით, სიყვარულით, დიდი მოკრძალებით პოეზიის მიმართ დაგემშვიდობოთ და ერთი სიმღერითაც გამოგეთხოვოთ. სამშობლო დედაო ჩვენო მინდა ეს სიმღერა გიმღერო Cartuelo Samshoblo Dedao Chuelo Minda Simhera Kimhero Shamos Kwa Sispero Tebo Shower!